დააკავებენ თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე ოცნების ყოფილ წევრებს. კობახიძე ადასტურებს, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მათ ყოფილ თანაგუნდელებს შორის თანამშრომლობა არსებობდა. ის გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი გუნდიდან იყო კონკრეტული სუბიექტი, რომელიც ამ ადამიანებთან თანამშრომლობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 4 ოქტომბრის მოვლენებში სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მონაწილეობდა. უკრაინას სურს, რომ შეტევაზე გადავიდნენ და ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ამბობს ტრამპი. ზელენსკი თეთრ სახლს ხვალ ეწვევა პრეზიდენტების სავარაუდოდ უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ისაუბრებენ. ვიცი, რაც ექნება სათქმელი, მას ტომაჰავკები უნდა, თქვა გუშინ ტრამპმა. უკრაინისთვის ტომაჰავკების გადაცემას ლავროვიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ფრთოსანი რაკეტების მიწოდება რუსეთსა და შტატებს შორის ურთიერთობებს კოლოსალურ ზიანს მიაყენებს. უკრაინამ რუსეთის 7 რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა. ვოლგოგრადის რეგიონში ელექტროქვესადგურში ხანძარი გაჩნდა. დრონების თავდასხმის გამო შეზღუდვები დააწესეს რამდენიმე აეროპორტზე. მატილდა გვარლიანი ვიქტორია სეკრეტის ჩვენებაზე გამოვიდა. ის პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც შოუში მონაწილეობა მიიღო. ვიქტორია სეკრეტის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკის ქუჩებში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ჩვენება ჟასმინ ტუქსმა გახსნა და ბელა ჰადიდმა დახურა.